Vaja Eoramashvili. Round one, fight. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ არის ყველა სპორტის გაერთიანება ორთაბრძოლაში, რაც აი შებოჭვა, ჭიდაობა ქვია, ყველა ჭიდაობის ერთობა არის. ბერძნული რომაული სტილით მოჭიდავე ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს სპორტსმენი გახდა. ეს სპორტი ძალიან დიდ ინტელექტს მოითხოვს. ინტელექტს ბაზას აქ უკვე საქართველოს აღარ იყო 90-იანი წლები. ის უკვე გამოცდა მაქცივ წლებს და მოვიდა ამ თბილ დარბაზში, სადაც 60-ზე მეტი აღსაზრდელი უკვე ჯანსაღი ცხოვრებით წესი აღზრდილი ბავშვები, დიახ, ბავშვები, არა მარტო ქართველები, არამედ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები იყრიან თავს. ჩვენ ახლა მათ ძალიან დიდი სიყვარულით მივესალმებით. თქვენი სახელითაც და რაც მთავარია, სამშობლოსაც შევახსენებთ. და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ვაჟა მასწავლებელი მარტო აქ კი არა, ქართველებში კი არა, აი სოფლიოში შეიძლება ითქვას, რომ როგორც მას ესმის ჯიუ-ჯიტსუ და მერვე დანის მფლობელი, ეს იშვიათია რა, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს მერვე დანის მფლობელი, ადვილი მიღწევა არ არის რა და ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული რა და ძალიან ძლიერი მასწავლებელია. Atmıyor var anlatıyoruz. Am kendi postacısın da kalınca. Şomanız lazım. დაირეკა ზარიც და გამოვიდა საკონსულოდან. მისცეს ვიზა, თუმცა რა უნდა ეკნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 წლის წინ ის ამერიკა იყო, კინოებში რა ენახა, მაგრამ მაშინ ურთიერთობა სულ სხვა იყო. ამბობს ის თავად, რომელსაც დახვდა ნათესავება ის გზაზე გაიყვანეს. თუმცა საქართველოში როგორც თვითონ ამბობს თუ აგებდა ასფალტს, აქ უკვე დაიწყო პარკეტის ეგრეთ წოდებული იატაკის დაგება. აქ კი უკვე სხვა ხელფასზე წავიდა საქმე. აქ რო ჩამოვედი, ორ წელში იმდენი ფიზიკურად, იმდენი დღეში სამჯერმოდი. ეს თურმე უნდა დაკარგული გახსნილი სუავანას ხავ. პარალელურად ვისწავლე ციგნებიდან ვისწავლე. ეს ჯიუ-ჯიტსუ. კიცენდი ბიბლიოთეკიდან აღმოჩნდა. ეს ციგნები ახალ მაგები დიდი შემოდაიცი, მაგ ამ სპორტს. ადამიანის ენერგიას რაღაც ისეთი აი ახლა ხო მანქანება დაარღვიეს თუ აი ამ საყვები აი ამ საშინელებას turn left შეიძლება ადამიანის ხასნა დაავადება გაგიჩნდეს სხვის არასოდეს საქციელს არ უნდა
მოგიყვებით ამბავს ქართულ ბიჭზე, რომელიც 26 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ნებით იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა, ადგა და ჩამოვიდა. თუმცა 6 წლის პატარა ვაჟა დედამ იმისთვის, რომ სკოლაში და ასევე უბნის ბიჭებს არ დაეჩაგრათ, კარატეზე მიიყვანა. შემდეგ იყო ძიუდო, შემდეგ იყო ფეხბურთი და მოკლედ მე ახლა რაღაცეები ამერევა და სწორედ ამიტომაც ბატონი ვაჟა თავად მოყვება ბავშვობაზე. და კი მოგითხრობთ ამბავს ქართულ ბიჭზე, რომელმაც გადაწყვიტა 26 წლის შემდეგ. რა გადაწყვიტა? არ ვიცი რა გადაწყვიტა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ისიც თავად გაცნობთ. ჩემი სახელია ვაჟა იორამაშვილი. ჩვენ თეომასწავლებლით ერთად ვარდიშობთ ძიუდოს და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს. კონკრეტულად მე ჯიუ-ჯიტსუს სპეციალისტი ვარ, თემო ძიუდოს მასწავლებელი. ერთად ესე ვეწყობით და ეთობლიობაში ეს ბავშვები არიან ძალიან მაგარი ბავშვები. ძალიან კარგია ის, რომ დარბაზში თავად მშობლები ამას ყველაფერს აკვირდებიან. თქვენ ხედავთ, როგორ მიმდინარეობს ვარჯიში. ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე ამ ავბედით შავ ბნელ 90-იან წლებს ხშირად ვახსენებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ფილადელფიაში, სადაც ეს დარბაზი იმყოფება, ასევე არის უბანი, სადაც სკოლაში ერთ-ერთ კრიმინალურ სკოლად არის წოდებული და ძალიან საფრთხილოა მოზარდისთვის, რომელიც არ არის ფიზიკურად ძლიერი ამ სკოლაში სიარული. სწორედ ამიტომაც ძალიან ბევრი მშობელი უკვე მიმართავს ამ დარბაზს და ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ბავშვი უკვე ძალა არის და შიში იმისა, რომ დაძლიოს მოწინააღმდეგე, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად სხვადასხვა ხერხით ახდენს ჩვენში შემოსვლას, მაგრამ ჩვენ დავძლებთ. And then I need to grab on him back. Deep, how much I can, all the way deep, and then that's hook. And then this hand I need to switch. Gregory is a mame, ჯიგარია. უკრაინის ომშია მოყოლილი და 1.8 არის აქ არის ახლა ჩვენთან. რო ჩამოვიდა იყო აი შოკში, ძალიან ცუდად იყო და ეხლა ძალიან კარგად არის. How you feel now? You feel good. Thank you. You are my brother, right? You are my brother. აი ეს ბავშვები არიან ქართველები, ისაც უკრაინელი ბავშვია. აი ესენ ქართველები არიან და ძალიან კარგი აი ქართველი გვარი და სახელი თავისას ლაპარაკობს. ძალიან სასწაული ბავშვებია. ხო აი ესენი უფრო ჩემზე მაგრები იქნებიან, ლუკა უფრო ჩემზე მაგარი იქნება, უფრო მალე დაიწყო ლუკა ვარდიში. ხო და ესეა რა, ესენი ამათ მშობლებს ამ ბავშვებმა თავისი დედიკოს და მამიკოს დიდი მადლობა უნდა უთხრან, რომ აქ მოიყვანეს და ესე კარგად რო ზრდიან. თქვენ იქნებით ყველაზე ერთ-ერთი მაგარი ბავშვები დედამიწაზე, ვინც როდი აი მაგარი ბიჭები და კაცები გამოხვალთ, ვინც როდისმე ყოფილა. მაგრები. ხო. ყველაზე კარგი ცხოვრება ქართველისთვის არის საქართველოში და ყველა ქართველი უნდა დაუბრუნდეთ საქართველოში. ეს უნდა კარგად დავიმახსოვროთ, ჩავიბეჭდოთ თავში და შევასრულოთ და გავაკეთოთ. აი ძალიან მაგარი ბიჭი იყო რა. ჯიგარს. სადაც ადგილი ცხადაი. ეს იყო ძალიან მაგარი ბიჭი იყო. აი ქართული სულ დავიქნება. აი ნახე სულ აი ესეთიდან.
ეს გოგო ბავშვობაში და წაქცეულა სადღაც 4-5 წელიწადია თავი დაუწყია და იმის მერე დაეწყო პრობლემები და მოწყდა გონებიდან იყო და მე რო გავიცანი ესენი უკვე დიდი გოგო იყო რა ალბათ 20 წლის რა ესე ქეთი ბუთხუზე ქეთი ისეთი კარგი და საყვარელი იცი აი აქ სადღაც უნდა იყოს საქართველოში როგორც თავად ამბობს, ძალიან დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, რადგან არ იყო ბაზა. 90-იანი წლები, უშუქობა, მაშინ ხომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, სპორტისთვის კი არა, ჯანსაღი აზროვნებისთვის აი ეს გონებაც კი გვეყინებოდა. თუმცა მან სამსახური იპოვა. რა სამსახური, რომელიც დღეში 6 ლარი იყო, ის ამას თავად ახლა მოგიყვებათ. მე ამას მოყვეს ჩული. ება ჩემი იყო ძალიან წინააღმდეგი. არამ ჩული არის ბრძოლას სადღაში ბრძოლა. ხოდა ამას კი კარგად ავარდი თავი ერთს მან. გული დავაძედი გული უნდა და მომდომება უნდა პილოტის შემდეგი მოვიგე სელონ ცავადი არა ბოლო ჯამში ძალიან კმაყოფილი იყო სპორტს ხორდი ბავშვს მე მოვიდა თუ შეგმა თავისი ქნის ეხლა 2000 თუ WhatsApp და ბავშვთან დავიწყე 6000 მდიდან ბავშვთან დავიწყე მუშაობა 5 წელი პაულ ვაშინგტონში ბოს ტრენერი მასაუბარზე და 2012 წლიდან მოერი ფედერალში და ინციდენტი გამოსtildeება დამიკრდა ის საქართველოში და ძალიან ბევრი ამ სპორტში ძალიან ბევრი დედამიწაზე თუ ისმე აქვს შადნალა ინდივიდი არის საბრძოლო ხელოვნება მე შემიძლია თქვა წელიწადში 68 მოგება არც ერთი წაგება ყველა გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამიტომაც ლელენი კორპორეიშენმა რა თქმა უნდა ბავშვებს რომლებიც ბატონ ვაჟასთან წორთნებს გადიან ცხოვრებაში ყველაზე ჯანსაღ სპორტს მისდევენ და სპორტი ყველა ჯანსაღია რა თქმა უნდა გეთანხმებით აი ესეთი მადლობის სერტიფიკატებით დაასაჩუქრებს მათ რომ ეს იყოს სტიმული და მათ კიდევ მიეცემათ იმ სურვილი რომ ყოველთვის თავიანთი კედლები დაამშვენონ გამარჯვების სიგელებით და რა თქმა უნდა არა მარტო სერტიფიკატებით თასებით გამარჯვება ქართველებო ერთში თუ რამე შეჯიბრით არ დაიჭირს შეჯიბრიცა 66 შეფერა 68 არწმუნ Hello, my name is Gregory Bruce.
then I need to drive it back. Then I go there. გამარჯობა, მე ფრიალია. გამარჯობა, მე ფრიალასი. ნუ ნიკოლოზი ხეიმალაში. ჩემი საქმეა. იგი მოდება. გრედერ ბალჯი. მე მარიამი და მე ვარ ირანაშვილი, ამ სკოლის დამფუძნებელი, აბაშულის მასწავლებელი. აი მასწავლებელი ხარ და ძალიან რაღაცებს მასწავლე და მე ვფიქრობ, რომ გამოვა მოჭიდავე. შენგა? ძალიან კაი მასწავლებელი ხარ და მე მინდა რომ ჭიდაობაში რო იყო რომ გავისტები. კარგი მასწავლებელი ხარ და მე მინდა რომ ძირ მასწავლებელი მეჩვიდო. მე კარგად ვიცნობ და დიდ რო დავხდები. იქ გავიწიდავся. ვაჟა, გილოცავ ძმაო ყველა სპორტულ მიღწევას და წარმატებას, ნამდვილად საამაყო ქართველი ხარ, საამაყო სპორტსმენი ხარ და საამაყო ემიგრანტი ხარ, ნამდვილად მისაბაძი კაცი ხარ, შენი წესიერებით, თავგადლობით და რეთმა მაგრამ ყოფილ შენს ოჯახთან ერთად და ვიზრობ კიდევ ყველაფერს საუკეთესოს, ასევე შენს სამთელო კარიერაში გისურვებ უამრავ წარმატებას, ბევრი შეგირდი აკეზარდოს ჩვენი ქვეყნისთვის და ბევრი დარწმუნებული ვარ, ბევრი ჯანმრთელ ახალგაზრდას დააყენებს წელს გზაზე. წარმატებები ძმაო და ვერაფერ გაგიმარჯვებთ.